Sasamegobrebos show, Tavar humoristul show, Tavar arxe ძვირფასო მეგობრებო. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, მათემატიკოსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული შესანიშნავი პიროვნება, კარგი ოჯახიშვილი, კარგი მამა, კარგი ქმარი, კარგი იუმორისტი და აქ გავჩერდები მეც აღარ გავაგზავნე, უბრალოდ ვანო ჯავახიშვილი, ძვირფასო მეგობრებო. ვიწყებ დღევანდელ გადაცემას. მიხვდით ალბათ რა თემით ვიწყებთ. ერთი კვირის წინ თაწმინდაზე გაიმართა ქართული ოცნების სიის პრეზენტაცია, სადაც ყველაზე გამორჩეული იყო ბატონი ირაკლი კობახიძე და მისი წარდგენა. ირაკლი კობახიძემ თავად ირაკლი კობახიძე წარადგინა. მოდით ნახოთ ეს ვიდეო, გავიხსენოთ, ძალიან საინტერესოა. ქართული ოცნების სიის მესამე ნომერი გახლავთ თბილისის და დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი. აქ შევჩერდები, ბერს არ გავაგზელებ, გახლავართ მე, ირაკლი კობახიძე, სიის მესამე ნომერი. რამდენი ისწავლა, რამდენი იშრომა, რამდენი წერა, რამდენი იარა, რამდენი ნახა, რამდენი ილაპარაკა, რამდენი იოცნება, მაგრამ მაინც რა თავისებურია. აი, რაღაცნაირად თავისებური ადამიანია. ისე ჭკვიანი კაცი აღმოჩნდა, ირაკლი კარგ დროში აჩერა საკუთარი თავის ქება, თორე უკვე ბიძინაზე ჭკვიანი გამოდიოდა და შეიძლება პარტიიდან გაეგდო. კობახიძემ ისეთი ქათინაურებით შეამკო საკუთარი თავი, რომ და ისე ეარში ყა საკუთარ თავს, რომ პრეზენტაციის შემდეგ ყავაზე დაპატიჟა საკუთარი თავი წავიდნენ ყავის დასალევად. ირაკლი, ერთი შევა მინდა მოგცე, როგორც წესი, სხვამ უნდა შეგაქოს და შეგაფასოს ხოლმე და ეს პრინციპში კი იცის, მაგრამ მობეზრდა ამ კაცას, არავინ არ აქებს და ამოასხა ხელში და დაიწყო თვითონვე თავის ქება. სხვა რა ქნას, რითი ჩვენც ვერ ვეხმარებით ვერაფრით. სხვათა შორის გაცილებით ორიგინალური ფორმით შეეძლო საკუთარი თავის წარდგენა, აი მაგალითად ასე. ნახოთ. მაგისანა, ჭკნარი, პატიოსანი, თერაპევტი, ოჯახიშვილი. აქ შევჩერდები, ბერს არ გავაგზელებ, გახლავართ მე, ირაკლი კობახიძე, სიის მესამე ნომერი. ქართული ოცნების საარჩევნო სიას რომ გადავხედოთ, არიან ძველი სახეები და სპორტსმენები. პირველ 20 წელში შეიყვანეს კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა, რითაც ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ ოქტომბერში აპირებს ბიულეტენების ჩატენვას და დემოკრატიის დამიწებას. აი ესეთი მინიშნებებით გვესაუბრება. ისე სტატისტიკას თუ კარგად დავაკვირდებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენს ქვეყანაში პარლამენტში უფრო მეტი სპორტსმენია ნამყოფი, ვიდრე სპორტის სასახლეში. მე ესე ჩემი გადმოსახედიდან ესია, რა ვიცი, ესე ვხედავ. ოცნების სიის 20-ზე განსაკუთრებული შეფასება გამოთქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავმა. მან თქვა, რომ ეს არის ოცნების dream team-იო, ესე თურნავამ თავის უცნაური ხმა ხო აქვს? რაღაცნაირი ხმა აქვს, ნუ ვერ ვაფასებ. ქალბატონ ნათია, dream teams ყველა ვერ გაიგებს თქვენს პარტიაში, რას ნიშნავს და თქვი, რა თქვენთვის გასაგებ ენაზე, ეტა კამანდა მეჭტი. კამანდა მეჭტი. თქვენივე ენაზე ხო შეიძლება, რომ მარტივად გაიგოს ყველა. სიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილმა შეამკო ჩვეული კომპლიმენტებით. მან განაცხადა ძალიან საინტერესო რამ. ივანიშვილი იმდეს მუშაობს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია დილის 6 საათიდან ალბათ ღამის რომელ საათამდეო. ესეთი განცხადება გააკეთა. ბატონო ირაკლი 8 წლის განმავლობაში ყოველდღე დილის 6-დან შუა ღამემდე თუ ამდეს მუშაობს ხალხის კეთილდღეობისთვის. კარტოფილზე უკეთესი რით ვერ მოიფიქრა. ხალხო, ხო შეიძლება რომ რაღაცა უკეთესი მოგაფიქრდეს. 4 წელში ერთხელ თან კარტოფილი. მთელი 4 წელი ფიქრობს კარტოფილზე. დილის 6-დან ღამის დაღამებამდე, რა ვიცი. მოდით ახლა გადავიდეთ ჩვენ მონოლოგის რენესანსის ეპოქაზე. ახლა დგება ჩემი მონოლოგის ოქროს ხანა. ოქროს ხანა, ოქროს მატარებლით. მოდით გავუშვათ იმედის საიმიჯო კლიპი, ძვირფასო მეგობრებო.
ეს fake news-ი რო აწერია, ეს ჩვენ ტელევიზიაზე საუბარი, სავარაუდოდ ესე იგულისხმებს და ის გვარამია მიათრევს იმას. ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა ამ კლიპის ნახვის შემდეგ, მაგრამ ყველაზე ხშირად ისმის კითხვას სად მიდის ეს მატარებელი. მართალია, მთავარია გავიგოთ ეს ოქროს მატარებელი საით მიქრის. ჩემი ვერსია რომ ეს ოქროს მატარებელი მიქრის ბაჯაღლო საჯდომისკენ. თუ სხვა ვერსია გაქვთ, მომწერეთ პირადში. ამ კლიპის საბავშვო სიმღერაც მოუხდებოდა, თან ბავშვების გულსაც მოვიგებდით, ძალიან კარგი იქნებოდა. ჩემო პატარა იმედო, პატარა მატარებელო, მთელი ოცნების წევრების გულის გამხარებელო, უნდა იყოს ესეთი ძალიან კარგი იქნება. თუ კარგად დააკვირდებით, მატარებლის სიჩქარეც იმედის ინტერაქტივით აქვს მომატებული. ისეთი სიჩქარე აქვს მატარებელს, რომ პორშე რო ამოუყენო გვერდით, იმასაც გადაასწრებს. არ ვამბობ, კაცო, შენ წითელ პორშეზე ეს ამბროლა ურისმერი ხო ვერ მოვიშორე რა. მონოლოგს არ ტოვებს, ზის და მიყურებს ახლა შეშინებული. რა იყო შენს გარდა არავის ყავს პორშე? პრინციპში ახლა ეგეთი პორშე ვის ყავს ახლა მე სურმატური ხო? ეგეთი არავის შენი პორშე, რა ვიცი. სუმე მახსოვრება იცოდი შენი პორშე. განვავიწყდება, არა, წლები გავა და მაინც ვიტყვი. მოდით ახლა ვნახოთ, როგორ მუშაობს ოცნების გულის მაამებელი ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება. იმედის დაკვეთით ჩატარდა წინა საარჩევნო კვლევა, რომლის მიხედვით ოცნებას აქვს 56%. რეალურად ეს კვლევა კი არ იყო. უბრალოდ CSKO-ს დავალება მისცეს 31 ოქტომბერს, როგორ უნდა მიიღოს ამ რთული განტოლებიდან 56%. ფაქტურად სწორი პასუხი უკარნახა CSKO-ს ტელეკომპანია იმედმა. სხვათა შორის მსგავსი კვლევა ჩაატარა წინა კვირას რუსთავიორმა, რომლის მიხედვით ოცნებას ჰქონდა 55.7%. ჯერჯერობით 0.3%-ით დაწინაურდა ტელეკომპანია იმედი. არჩევნებამდე დარჩა კიდევ ორი მცდელობა, ვნახოთ, რომელი გაიმარჯვებს ამ ორი ტელევიზიის დაძაბულ ორთაბრძოლაში. არ ვდუნდებით, ვაგრძელებთ ბაჯაღლო ტელევიზიაზე ხუმრობებს. მოდით ვნახოთ ამ არხზე გაჟღერებული ერთ-ერთი ინფორმაცია. დღეს COVID-19 აჭარაში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ მხარდამჭერსაც დაუდგინდა. დარეჯან ცხინაძე საუბრობს ბათუმიდან. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს კორონავირუსი დაუდასტურა. ეგეთი ინფორმაცია მოგისმენიათ სადმე ძვირფასო მეგობრებო. ნაციონალური მოძრაობა, ანუ ახლა რამდენი ინფიცირებული ყავს, იქ არ არიან ნაციონალური. ახლა დაუდასტურდა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს. ეს ისეთი ნიუსია, წინ უნდა ეთქვა, ახლა კი სასიხარულო ინფორმაცია. როგორც იქნა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს კორონავირუსი დაუდასტურდა. აი იმედის ეს ნიუსი რას მაგორებს იცით? აი სხვისში მიკრობაქტერიას ამჩნევდა საკუთარ ტვინში ამხელა დილეს ვერ ხედავ, აი ეგეთი აბავია. ნაციონალების მხარდამჭერს რომ კორონა დაუდგინა, ახლა 600,000 ნაციონალების მხარდამჭერი კარანტინში გადაყავთ. და ევროპული საქართველოს მომხრეები დაკვირვების ქვეშ შეყოლებათ. იმიტომ ეს ორი პარტია ხო ადრე ერთად იყვნენ და საშიშია მაინც მიყვით რა შეასრულა. მალე იმედზე მოსალოდნელი ახალი ინტერაქტივი. მაგალითად შემდეგი კითხვით. 187 დადასტურებული შემთხვევა უფრო საშიშია თუ ერთი დიდი ნაციონალის დაინფიცირება. ესენი ისე მონდომებით მიექანებიან ოქროს მატარებლის, რომ მალე ესეთ ნიუსებზეც გადავლენ. ნაციონალების მხარდამჭერი ლოთი გამოდგა. ან ნაცების მხარდამჭერი მაღაზიაში ნისიას არ იხდის. ან ნაცების მხარდამჭერი მეზობელს არ მიესალმა, რა ვიცი, აი ბევრი რამე. ნაცების მხარდამჭერი უბანში ახლობლის დას აწუხებს. ან ნაციონალების მხარდამჭერის 5 წლის ბავშვმა ჩაიფსა. და დიდი სიუჟეტები რა ესეთი. მოდით მოვრჩეთ მატარებელზე ხუმრობებს და ახლა გადავიდეთ ტელევიზიაზე. მოდით ნახოთ როგორ შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენი არხი და არხის დირექტორი ნიკა გვარამია. ვნახოთ ეს სტატიის სათაური და წაგიკითხავთ. გარყვნილი მთავრობის სახეა გვარამია. ვითმენთ, რადგან დემოკრატია გვაქვს. საინტერესო წინადადებაა. ვითმენთ, იმიტომ რომ დემოკრატია გვაქვს. დემოკრატია შემოგვიგდესო და მაგიტო ვითმენთო. ჩვენი არაო, ჩაგვიდესო დემოკრატია, ამას ამბობს. დაახლოებით როგორი ფრაზაა, იცით? ახლა არ ვიყო მღვდელი, თქვენ მოგიტრაქსო, აი ეგეთ.
აი ეგეთი რაღაც თქვა, პატიეთ უწმაწური სიტყვის, მაგრამ აი სხვა შედარება ვერ მოუძებნე. ხედავთ, როგორი დამოკიდებულება აქვს დემოკრატიის მიმართ. კი არ იცავენ ან ვითარებენ, უბრალოდ ითმენენ. მოდი ახლა დაუბრუნდეთ არჩევნებს და კორონას, არ გაგიკვირდეთ ჩვენს ქვეყანაში ეს ორი თემა განუყოფელია, მოკლედ წინასაარჩევნოდ მთავრობა ისე უმატებს COVID ინფიცირებულების რაოდენობას, რომ 31 ოქტომბრამდე ხალხი თუ არ გვეყოფა, სხვა ქვეყნიდან დავიმატებთ და არჩევნების წინ საქართველო იქნება ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში. ჩემი ვარაუდი ეს არის. მეორე ტალღის ეპით აფეთქება მოხდა ბათუმში, ყველაფერს საკონდიტრო დონას აბრალებენ, აჭარაში და სრულიად საქართველოში ყველაფერი ისევ შეაჩერეს და აქეთ დენდროლოგიურ პარკში წყვეტაა შესვლაზე. მან ეთყობა ხალხი ვირუსებისგან იწმინდება. ეგ ხო მიწიერი 64-ია ამ იმაში აჭარის რეგიონში და ამიტომაც არის ვერ შეაჩერებს ვერაფერს. გავრცელა ინფორმაცია, რომ უჩა მამაცაშვილი საინტერესო პიროვნებაა, სხვათა შორის ბიზნეს ივანიშვილის დეიდაშვილი, საკმაოდ ხშირად დადის მოსკოვში. საუბრობთ იქიდან ჩამოაქვს გზავნილები და დირექტივები, აბა ხო თვითონ ბიძინა ხო არ იმდის კაცო მოსკოვში. ვისაც ენდობა იმას უშვებდა. იმას უშვებს. ახლაც 1-2 რეისს მოარტყავს და ოქტომბერში გავიგებთ როგორი ფორმით ჩატარდება საქართველოში რუსული არჩევნები. ანუ რუსული ვიბორი, აი ძვირფასო მეგობრებო. ანუ რომ დავაკვირდეთ ბიძინასთვის ეს ქვეყანა ერთგვარი თამაშივითაა, იღებს დავალებას, ასრულებს, მერე შემდეგ ტურში გადადის ჩვეულებრივად. აქამდე ძალიან მარტივად გაიარა ამ თამაშის ყველა ტური, ხო და იქნება 31 ოქტომბერს ცოტა გავჯიუტდეთ ხალხი და არ გადაუშვათ ეს კაცი შემდეგ ტურში. თორემ ამ ტურში თუ გადავიდა, მერე შეიძლება დახუროს თამაში. წინასაარჩევნოდ სულ უფრო აქტიურდება ნაციონალური მოძრაობა. დაიწყეს ახალი კამპანია დაავალე მიშას. ანუ ეს რას ნიშნავს? ხალხი რაღაცებს ავალებს მიშას, მიშა ასრულებს. ესე იგი, ახლა ხალხია დამოკიდებული 31 ოქტომბრის მერე ამ კამპანიას ერქმევა, რა ერქმევა დაავალე მიშას თუ დაავალე მიშას Skype-ში. მიშას სავარაუდოდ ჩამოსვლით და მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურით აღშფოთებული ევროპული საქართველო იწყებს ახალ კამპანიას დააწყნარეთ მიშა. აქეთ ოცნებაშიც მოეწონათ იდეა და თქვენ ჩვენ სხვა დავიწყეთო კამპანიაო დაავალე ბიძინასო. კარგიაო, მაგარი იქნებაო. ძალიან მოეწონათ. უბრალოდ კაცი ვერ ნახეს, ვინც ბიძინას რამეს დაავალებდა. თვითონ სააკაშვილი კიევიდან ჩაგვერთო საკუთარი ვენახის მოსავალს იღებდა, ვენახი გაუშენებია იქ, თურმე. ახლა ამ მოსავალსო დაწურას ოქტომბრის ბოლოს ბოცა ეჭირება ხელში ესე და გვეტყვის დაკალით საკლავი მე და ოციანი ბრუნდებით ესე. მე ახლა მინდა გაჩვენოთ ყველაზე ორიგინალური და ყველაზე მონდომებული წინასაარჩევნო კამპანია. გთხოვთ გაუშვათ ეს ვიდეო. გაგატაკდება და გვეყოლება ოლიგარქები, ადგილობრივები, რომლებიც აი ასეთი ტენდერებით ფულს გააკეთებენ. გელოდებით 32 ოქტომბერს, თქვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენ აუცილებლად გააკეთებთ ისეთ არჩევანს, რომელიც საქართველოსთვის იქნება მონგებიანი. აი არ ვიცი ძირფასო მეგობრებო, ვინ არის, რომელი პარტიისელი, მაგრამ ძალიან მაგარ დროს იბარებს ხალხს. ამას აშკარად აღარ დასჭირდება მეორე ტური, იმიტომ რომ პირველ ტურშიც ვერ იღებს მონაწილეობას აშკარად. სხვანაირი ტექსტით შეიძლება რომ ეთქვა, მაგალითად, მოკლედ მეგობრებო, ყველას გელოდებით 32 ოქტომბერს, თარშაბათს, დილის 61 საათსა და 108 წუთზე სარაჯიშვილის -6 ნომერში. აი რაღაცა, აი ესეთი წინადადებაც შეეძლო რომ ეთქვა. აი რაღაცა უცნაურ დროს გვიბარებს. 32 ოქტომბერს ყველა ვირაზმებით და მივდივართ არჩევნებს. და მონოლოგის ბოლოს მინდა შევეხო ლარის კურსი უკვე 3 და 2-მდეა ასული, არ ვიცი. აი არ ვიცი რა, ეს უკვე მეტისმეტია რა. აი ვაი ახლა არ ვიყოთ ამ ყველაფერს შეგუებული, მე არ ვიცი აი რას გიზამბით რა. ეს ლარზე ინფორმაცია სპეციალურად ბოლოს ვთქვი, იმიტომ რომ დოლარში ვისაც გაქვს ცეცხლი, მე იმათ რა გაგაცინებდა ჩემ მონოლოგზე ძვირფასო მეგობრებო, ამიტომ ბოლოსში გადმოვიტანე. დიდი მადლობა. ჩვენ შოუს მუსიკას დააფორმებს ბენდი თამუნა ლეკვეიშვილის.